ქართული საოპერო შედევრი ოპერის სამშობლოში 9 და 10 მაისს იტალიაში ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერის პრემიერა გაიმართა. ქართული საოპერო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს იტალიური აუდიტორიის განსაკუთრებული ოვაციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. სპექტაკლში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, ახალგაზრდა მომღერლები, გუნდი და იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი მონაწილეობდა. საპრემიერო ჩვენება საქართველოს კულტურის მინისტრი, პირველი ლედი, პარმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პროექტის ფარგლებში ჩაინიშნა, რომელიც საერთაშორისო სცენებზე ეროვნული საოპერო შედევრების პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ადგილი, სადაც ოპერა არა მხოლოდ ხელოვნება, არამედ იდენტობის ნაწილია, სადაც რომანული თუ გოთიკური არქიტექტურა ბუნებრივ დეკორაციად იქცა. ვიწრო ქუჩებსა თუ ქვაფენილ მოედნებზე დღემდე ისმის ის ცნობილი არიები, რომელიც ჯუზეპე ვერდის მშობლიური ქალაქის ისტორიას შემორჩა. პარმა და თითოეული პარმელი აფასებს იტალიური მუსიკის უდიდეს მაესტროს. ჩვენ ამაყები ვართ, რომ მსოფლიო ოპერის ლეგენდა სწორედ ამ რეგიონიდან იყო. ახლა თითქმის 2 საუკუნის შემდეგ იტალიის ერთ-ერთმა ყველაზე კრიტიკულმა პუბლიკამ ქართული საოპერო ხელოვნება უნდა შეაფასოს. 197 წლის წარსულის მქონე პარმის სამეფო თეატრის სცენაზე აბესალომ და ეთერის 2 საპრემიერო ჩვენება ჩაინიშნა. ნაწარმოები, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ეროვნული ოპერის განვითარების გზა განსაზღვრა. საოცარი საღამო იყო პარმის ოპერის თეატრში. მადლობა მინდა იტალიის მხარეს უთხრა, იმიტომ რომ შევძელით ერთად, რომ პარმაში არაჩვეულებრივ იტალიელ მაყურებელს, რომელმაც ისეთ თბილად მიიღო ჩვენი სახელმწიფო ოპერა, რომ მათ წინაშე წარგვედგინა ქართული ოპერა და ეს არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ პარმის ოპერა არის ჯუზეპე ვერდისთან დაკავშირებული და აქ იმართება უდიდესი ფესტივალი ვერდის სახელობის და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია საოპერო ხელოვნებაში. ამიტომ აქ წარდგენა კიდევ სულ სხვა ხარისხში აჩვენებს ჩვენ ხელოვნებას და კულტურას. წარდგენა აბესალომის და ეთერის ჩვენი შედევრის ისეთ თეატრში, როგორიც არის პარმის სამეფო თეატრი, ეს არის დიდი მიღწევა. წარმატებით ჩაიარა პუბლიკა, მსმენელი ამხელა ენთუზიაზმით მიიღო ჩვენი მუსიკა, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ რაც შეიძლება მეტი ის საშუალებები უნდა შევქმნათ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ქართული ოპერის გატანა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში მისი პოპულარიზაცია. კულტურული ურთიერთთანამშრომლობა თბილისის ოპერის თეატრთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ურთიერთობების. აღსანიშნავია, რომ ვერდის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება პარმასა და ბუსეტოში, რამდენიმე წლის წინ გამონაკლისის სახით ჩატარდა თბილისში. გვიხარია, რომ ასეთი მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა გვაკავშირებს თბილისის ოპერის თეატრთან. ქართული კლასიკა, ეროვნული ქორეოგრაფიით, ლირიზმი, საგუნდო სცენების მონუმენტურობა, აბესალომისა და ეთერის ტრაგიკული სიყვარულის ამბის არც ერთი საკვანძო ეპიზოდი აპლოდისმენტების გარეშე არ დარჩენილა. მაყურებლისთვის დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყნის უცნობი კულტურა, მიუხედავად ენის ბარიერისა, განსხვავებული, საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ფიქრობ, რომ კარგად წავიდა სპექტაკლი, ხატრულად, მუსიკალურად, შემადგენლობა იყო ბრწყინვალე, გუნდი, ორკესტრი, მაესტრო პირველ რიგში და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ფალიაშვილმა თავისი სიტყვა თქვა იტალიაში კიდევ ერთხელ და ვერდის ქალაქში, ვერდის მხარეში. ეს იყო გასაოცარი სპექტაკლი, ჩვენ მიჩვეული ვართ სხვა ტიპის კომპოზიტორებს, სხვა ტრადიციას. ეს სიახლეა ამ მუსიკას არ ვიცნობდი, პოზიტიურად გაოცებული ვარ, როგორც სპექტაკლით, ისე შესანიშნავი მომღერლებით.
Teatro Regio di Parmis თეატრში აბესალომ და ეთერი ეროვნული ოპერის რიგით მესამე საერთაშორისო პრემიერაა, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პარმაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების გუნდის, ახალგაზრდა მომღერლების და იტალიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ორკესტრის მიერ პირველად შესრულდა ქართულ ენაზე ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი. 2 წლის წინ კატანიაში შედგა პრემიერა აბესალომის, სადაც იყო იტალიურ ენაზე. რომ არ მოგატყუოთ, იმდენად არ ნერვიულობდი, რამდენადაც დღეს აქ ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი იყო ქართულად. და თითქოს რაღაცა ასმაგი პასუხისგებლობაა, თქვენ რომ გენახათ, როგორ ყვიროდნენ აივნებიდან საქართველოს გაუმარჯვესო, კიდე უფრო სხვა განწყობა დაგეუფლებოდა. ეხლა იყო ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ჩემთვის ქართული ენით, ასე ვთქვათ, მემღერა იტალიელი და უცხოელი მაყურებლის წინაშე. ეს იყო ორმაგი ბედნიერება ჩემთვის და რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისგებლობა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი იყო მაყურებელი, რაც ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად დასტურია იმისა, რომ შედგა დღეს ქართული კულტურის გამარჯვება. მუსიკალურ სამყაროში იგივეა აბესალომ და ეთერი, რაც ქართულ პოეზიაში ვეფხის ყავოსანი. აი დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, ჩვენ რომ ქართული კულტურა, ქართული მუსიკა და ეს ოპერა კონკრეტულად აბესალომ და ეთერი არის ცივილიზაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში. კიდევ ერთი წარმატებული პრემიერა და მორიგი აღიარება ქართული ოპერის, რომელმაც სახელოვნებო ჟანრში ცენტრალური ადგილი ჯერ კიდევ შექმნის დღიდან დაიკავა.